მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამხმარებელი ნინო კალანდაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა, კაპიტან ნინო და მადლობა რომ გესწრებით. კაპიტან ნინო, აი დღეისთვის ნომერ პირველი საკითხი უთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშია, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამაზე ვისაუბროთ. დოკუმენტი მძიმე ჩანაწერებითაა სავსე, ქართული ოცნების ხელისუფლებას უთო განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, რიგ შემთხვევაში წამებაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანის უკანონო დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშის სწორებაში ადანაშაულებს. ამ ფონზე კი ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს, ეუთოს წევრი ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუსის წევრ სახელმწიფოებს მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ანუ ჰააგის ტრიბუნალს საქართველოში ადამიანის სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ხა გუშინ საღამოდან მოყოლებული პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების არაერთი შეფასება მოვისმინეთ და ფაქტობრივად ყველა მათგანის აზრია, რომ ეს არის ქართული ოცნების მიმართ ძალიან მძიმე განაჩენი და რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთდროულად რამდენიმე წითელი ბარათი აჩვენა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ეს სხვების შეფასება, ამიტომ გითხარით თქვენი სათქმელი, რა წონა და ძალა აქვს აი ამ ახალ დოკუმენტს და რითი განსხვავდება თქვათ იმ საერთაშორისო ანგარიშებისგან, რომელიც რა ვიცი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქამდეც არაერთხელ დაწერილა და მომზადებულა. დილამშვიდობის მოგესალმებით. ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელიც შეიძლება წევრმა სახელმწიფოებმა სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მასთან მიმართებით აამუშაონ. იმდენად რამდენადაც ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის, როგორც ეს არის თქვათ პოლიტიკური რეზოლუციები, თქვენ თქვით რით განსხვავდება სხვა ზოგადი განაცხადებისგან, ან კრიტიკული შეფასებებისგან, სწორედ იმით, რომ მას შეუძლია ძალიან კონკრეტული შედეგები დააყენოს და ობიექტურად სწორედ ამ მიზნით იქმნება ხოლმე ის საგამოძიებო თუ ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც ამ ტიპის რეკომენდაციებს ამზადებს. აი, შედეგები სხვა ქვეყნების მაგალითებზე დამდგარა, ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფაქტების დამდგენი კომისია როგორც წესი იქმნება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად უკვე არსებობს ძალიან მყარი საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს ფაქტები გამოძიების შედეგადაც დადასტურდება. ამ დოკუმენტის სერიოზულობას მიანიშნებს ისიც, რომ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნას საერთოდ და სახელმწიფოში ჩავიდეს და ამ ტიპის გამოძიება ჩაატაროს, ამისთვის მინიმუმ 10 წევრი სახელმწიფოს ხელმოწერა ჭირდება და საქართველოს შემთხვევაში 16 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ანუ ძალიან უნივერსალური, როგორ თქვა, მაღალი ხარისხის კონსენსუსია და მაღალი დონის მანდატი აქვს ამ კომისიას იმისთვის, რომ წევრი სახელმწიფოს ქმედებები ისე შეაფასოს, რომ შემდგომ სხვა წევრმა სახელმწიფოებმა მათთან მიმართებით გადაწყვეტილებები მიიღოს და მექანიზმები აამოქმედოს. ასევე რით განსხვავდება სხვა რეზოლუციებისგან თუ პოლიტიკური ტიპის დოკუმენტებისგან, იმით, რომ როგორც წესი მოსკოვის მექანიზმი მიიღება ისეთი სახელმწიფოების მიმართ და წინააღმდეგ, სადაც იმთავითვე ივარაუდება, რომ ისინი ამ რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ შეასრულებენ. ამიტომ მოსკოვის მექანიზმი ითვალისწინებს უნივერსალური აღსრულების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ წევრი სახელმწიფოების ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს მოკვლევა, დამოუკიდებლად ჩაატაროს გამოძიება და დამოუკიდებლად აღასრულოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირობითად შეუძლია რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რომ ახლა საქართველოში ისეთი მაღალი ხარისხის ადამიანის უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ან უხეშ საერთაშორისო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ მან ჩაატაროს გამოძიება, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დაპატიმრების თაობაზე და ის პირები დააპატიმროს სხვა წევრმა სახელმწიფომ. აი ამ დონის მექანიზმია, ასევე უბრალოდ სიმძიმესაც ხაზი რო გავუსვათ, უახლეს ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გვახსოვს მოსკოვის მექანიზმის ამუშავების, პრაქტიკულად მხოლოდ ორი. ეს იყო ბელორუსში, როდესაც 2020 წელს მასიური დარბევა მოხდა
დემონსტრანტების და ძალიან უხეში ადამიანის უფლებების დარღვევები დაფიქსირდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, როდესაც ეუთომ გადაწყვიტა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შეისწავლოს სამხედრო დანაშაულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, სადაც თუ შეძელით თქვენ და გაეცანით ამ დოკუმენტს, არის ძალიან სქელყანიანი დოკუმენტი და ძალიან დეტალურად აღწერილი როგორ თქვა ყველა სფერო, რომელსაც კი შეიძლება მოსკოვის მექანიზმი ეხების. ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარი, აქ არის საუბარი, იქ ტერმინებია გამოყენებული, როგორიც არის პატერნი, მაგალითად, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ანუ ძალადობა იყო სისტემის პოლიტიკის მექანიზმი. ისევე როგორც გამოყენებულია წამების ზღვარზე. ანუ ტერმინები, რომლითაც დატვირთულია აღწერილობითი ნაწილი, რომლის შედეგადაც ძალიან მძიმეა რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულება არ არის ოცნების ხელში და სწორედ ამიტომ არის ის, რომ საკმაოდ მწვავე რეაქციებს იწვევს ეს ოცნების მხრიდანაც. მთავარი ყურადღება სწორედ ოცნებისკენაა, იმიტომ რომ აი სწორედ ის არის მთავარი ადრესატი ამ მოწოდებების და იმოდით შევხედოთ და ვნახეთ კიდეც უკვე პირველი რეაქცია ქართული ოცნების ხელისუფლების, ისე როგორც პირველი მოხმაურება საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიში მოცემულ დასკვნებს და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთოს და მის მონაწილე სახელმწიფოებს სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები. ჩვენ სრულად ვასრულებთ ეუთოს წინაშე ნაკის ვალდებულებებსო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ამის შესახებ ნათქვა. ან უკვე ჩანს და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი ნებით ქართული ოცნება არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. ახლა თქვენ უკვე ისაუბრეთ იმაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნება შესაბამის მოწოდებებს ყურად არ იღებს, ამიტომ ახლა მინდა გკითხოთ, რას საჩვენებს ის ფაქტი, რომ აი საქართველოს მთავრობას ოფიციალურ თბილისს იქით აქვს პრეტენზიები აი უთოს მიმართ, აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, იქით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და ხო, აი იქით აფიქსირებს პრეტენზიებს აი ამ ინსტრუმენტის მუშაობასთან მიმართებაში. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, შეიძლება ითქვას, როდესაც მათი პრეტენზიები საბედნიეროდ არავის აინტერესებს. მათ თუ აქამდე ქონდათ იმის ფუფუნება, რომ ესაუბრათ ყველა ტიპის პოლიტიკურ რეზოლუციაზე, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპა რა სიტყვის და ჩვენ ჩალის ფასი აქვს მათ დეკლარაციებს თუ რეზოლუციებს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არის ის დოკუმენტი, რომელსაც როგორც არ უნდა დააკნინოს ქართულმა ოცნებამ საკუთარი შიდა აუდიტორიის ყურში, სიმძიმე ამით არკლებულობს და მათ მიმართ, როგორ თქვა, ზეწოლა ნიშნავს, ანუ მათ მიმართ საერთაშორისო ზეწოლა არის ბევრად უფრო გაძლიერებული, ვიდრე ამას როგორც ჩანს თავად წარმოიდგნენ. ხა საუბარი რო არის ქართული მხარის არგუმენტებზე, ესეც არის მხოლოდ ქართული აუდიტორიისკენ მიმართული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ოცნების საგარეო უწყება აქვეყნებს, იმიტომ რომ მათი არგუმენტები უკვე მოსმენილ იქნა, შეფასებულ იქნა და არ იქნა ყურად მიღებული, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს. ფაქტების დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ ოცნების პასუხები არ არის ადეკვატური იმის საპირწონედ, რომ ეს რეკომენდაციები არ შეიმუშავებინა. ჩემი ერთ-ერთი სტუმარი გაცემაში, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნა აქამდე გაკრიტიკებული აქვს, ანუ ამ დასკვნას აქამდე არ დაეთანხმა მხოლოდ თურქმენეთი, რუსეთი, ბელარუსი და უკვე ჩვენ ვართ მეოთხე ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ მას არ ვენდობთ. აი თავის მხრივ ეს ფაქტიც რა შეფასების საფუძველს იძლევა, რა წრეში და რა კატეგორიის ქვეყნებში გადაინაცვლა საქართველოს ალბათ. საქართველოს უკვე დიდი ხანია ამ კატეგორიის ქვეყნებშია, მაგრამ ეს აქამდე როგორც თქვი, ოცნებას არ ადარდებდა, იმიტომ რომ ოცნების პოლიტიკაა, რომ საქართველოს ამ ქვეყნების კატეგორიაში გადაენაცვლა. ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკაა, როგორც საშინაო, ისე საგარეო. მათ ის ქმედებები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც განახორციელეს და რამაც განაპირობა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, მიიღეს ძალიან მიზანმემართულად, სისტემურად, მეთოდურად და ეს იყო მათი შეგნებული პოლიტიკის ნაწილი. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს იყო მათი სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი და ეს განახორციელეს სწორედ იმ მიზნით, რომ დასავლეთს ჩვენს ხელი აეღო, რომ კანდიდატის სტატუსი ან არ მიგვეღო ან შემდეგ შეეჩერებინათ, რომ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა გაჩერებულიყო.
კონტექსტი შეცვალა ფუნდამენტურად გარდა იმისა, რომ გეოპოლიტიკური სურათი არის შეცვლილი რუსეთში უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად, კონტექსტი შეცვალა პრინციპულად იმ ეჭვებმა, რომ საქართველო იმის მიღმა, რომ ადამიანის უფლებებს არ ღვევს და საკუთარ მოსახლეობას არ ექცევა სამართლის ფარგლებში, შესაძლოა მონაწილეობდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში. ეს არის ძალიან მძიმე და წითელი ხაზი დასავლური სახელმწიფოებისთვის, ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ. აქ არის საუბარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არის საერთაშორისო დაკრძალული, აქ არის საუბარი დერეფნის უკანონო გამოყენებაზე, ნარკოტრაფიკინგზე, აქ არის საუბარი კოლ-ცენტრებზე, რომელიც ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულის კატეგორიაში განიხილება დღეს. აქ არის კომპლექსურ სისტემურ ჩართულობაზე ოცნების მიმართ ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ევროპა, იმიტომ რომ ეს არის ევროპული უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ არის რომ ეს საკითხი გაცდა მხოლოდ ჩვენ რა თქმა უნდა გვადარდებს ჩვენი ადამიანის უფლებები, ის თუ როგორ მოექცნენ დემონსტრაციებს, ის თუ როგორ იქცევიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცილებით უფრო მძიმედ იწონის ის დანაშაულები, რომლებშიც ახლა აცნება არის ეჭვმიტანილი და რომელშიც მათ ამხელენ, რომ ის ამას სისტემურად და მიზანმიმართულად იყენებდა. ამიტომ არის, რომ მათი შესაძლებლობების თუ რეაგირების მასშტაბს გაცდა მოსკოვის მექანიზმი. ყველა იმ მექანიზმის, ესე ვთქვათ, გააქტიურებას ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ რისი გააქტიურების შესახებაც გაკეთდა ამ ანგარიში მოწოდებები და მე მაინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე გავაკეთებ თქვენის ნებართვით აქცენტს, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი მოწოდება, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ კეთდება და რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, არის მიმართონ ჰააგის ტრიბუნალს იგივე ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. აი რა შანსია იმის და რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ალბათობა, რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები ჰააგის სასამართლოში გახდეს სამართლებრივი შეფასების საგანი და აი სწორედ იქ ჰააგაში ასე ვთქვათ გაიჟღეროს ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერების სახელებმა და გვარი. ჩვენ მოცემულ მომენტში შეგვიძლია ორი ტიპის ვარაუდი გამოვთქვათ. ვინაიდან ახლა საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია მომხდარია კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს, დასავლეთში ასეთი მაღალი ტრიბუნალით და მაღალი რეგისტრით მოიცალეს საქართველოსთვის, რომ იმსჯერლონ საქართველოში მიმდინარე დარღვევებს. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო ევროპის გეოსტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია და სწორედ ამიტომ მას ეთმობა ასეთი დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ მაღალი ალბათობით ისინი დამატებით რეაგირებას მოახდენენ. ეხლა ეს რეაგირება ამ ეტაპისთვის შეიძლება ჩვენ მივიღოთ როგორც რომ ისინი აძლიერებენ ოცნებაზე ზეწოლას იმისთვის რომ ოცნება წაიყვანონ თუ ოცნება დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაადგმევინონ ისეთი დათმობითი ნაბიჯები, რომელსაც ის აქამდე არ გეგმავდა და არ განიხილავდა, რომ დათმობდა, მაგრამ აი ამ კონტექსტმა შეცვალა მათი პოზიციები და შესაბამისად მათი ბერკეტები, როდესაც დასავლეთთან ვაჭრობის ეტაპზე გადავა და მეორე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დანაშაულებები იმდენად მძიმეა დასავლეთისთვის, რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა არ დააცლიან ოცნებას აი ამ რეაგირების თუ პოზიციონირების რეჟიმში ყოფნას და მიიღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ ეს ამ ეტაპზე არ ვიცით. აქ პოლიტიკური ამოცანა შესაძლოა ორი იყოს. პირველი და პროგრამა მინიმუმი, რომ ოცნებაზე განხორციელდეს სათანადო ზეწოლა იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას ეს არ უნდა საქართველოს მეტნაკლებად დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს, რომ მოლაპარაკების რესურსი კვლავ გაჩნდეს და მეორე ვარიანტია, რომ მათ დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯები და მიიღონ დამოუკიდებელი ზომები. ამ შემთხვევაში რეკომენდაციები მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს და ახლა უკვე წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ვინ რა მასშტაბით და რა ზომით ჩაერთვება. თუ პირობითად ესპანეთმა როგორც პინოჩეტის შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ აქ ისეთ უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ მათ უნდა გამოძიება წამოიწყონ, მაშინ ამას წინ ვეღარაფერი აღუდგება.
კეთილ კაპტონინომ მართლაც არაერთი ნაბიჯის გადადგმისკენ უწოდებს ეოთო ქართულ ოცნებას, თუმცა ერთ-ერთია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება და ერთი კითხვა აქცენტირებულად პატიმრებზეც მინდა დავსვა, მით უფრო რომ იგივე გადაწყვეტილების მიღების მოწოდება ამ დღეებში ისმოდა ევროპარლამენტისგანაც, სადაც გუშინ სწორედ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებთან მიმართებაში ახალი რეზოლუცია მიიღეს. აი რისი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს უკვე ადამიანებზე, რომელთა საქმეები, ასე ვთქვათ, ეს არის ატარებს პოლიტიკურ ელფერს და აქვე, აი პატიმრების გათავისუფლებისკენ ოცნებას წელიწად ნახევარია მოუწოდებენ, თუმცა აი რიგი ანალიტიკოსის აზრით, მმართველი პარტია ახლა შეიძლება წავიდეს და დათანხმდეს ამაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მის ინტერესებში შედის და სურს ურთიერთობების დალაგება როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან და თქვენც ახსენეთ დასავლეთთან გარკვეული სავაჭრო თემა, ხო? არ ვიცი, შესაბამისად ამ ყველაფერ ამ კონტექსტში და ამის გათვალისწინებით ამ საკითხს როგორ უყურებთ, რამდენად იტყობა ქართულ ოცნებას, რომ რაღაც ახალს შეიძლება აპირებდეს, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს. ეს ჩანაწერი პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება ორი თვალსაზრისით არის საყურადღებო. პირველი ის, რომ ისინი ფაქტად აღწერენ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, ანუ ეჭვებს არ გამოთქვავენ, ვარაუდებს არ გამოთქვავენ, კითხვებს არ სვავენ, არამედ ფაქტად აღიარებენ. და რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, არის ჩანაწერი უპირობო, რაც გულისხმობს რას, რომ ოცნებას პოლიტპატიმრები თუ იმთავითვე იმისთვის ყავდა, რომ შემდგომ სავაჭრო ბერკეტები ქონოდა ხელთ, ამ რეზოლუციით მათ უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები მძევლებად არ გამოდგებიან. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას არ შეიძლება ყავდეს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდეს თუ საერთოდ რეჟიმს უნდა რომ რესურსი ქონდეს მაგიდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაშლის. ანუ უპირობო გათავისუფლება გულისხმობს, რომ ჩვენ თქვენს წინა პირობებს არ მივიღებთ, ვიდრე არ შესრულდება ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ და სრულად. ეს არის თვისებრივად განსხვავებული ჩანაწერი, ვიდრე აქამდე არსებობდა. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა იდგა დღის წესრიგში და ამას ოცნება უყურებდა, როგორც მის შესაძლებლობას, გაწელოს დრო და ეს გამოიყენოს მისთვის ხელსაყრელ მომენტში სავაჭროდ. დასავლეთმა ახლა უთხრა, რომ ეს თემა ვერ იქნება ვაჭრობის საგანი. ეს თემა უნდა მოიხსნეს საიმისოდ, რომ ჩვენ საერთოდ დიალოგში შევიდეთ ერთმანეთთან. ეხლა დიალოგში შესვლის საჭიროება რატომ გამოიკვეთა? იმიტომ, რომ როგორც თქვით, თუ აქამდე მათ ფუფუნება ჰქონდათ, რომ ყველა პოლიტიკური დეკლარაციისთვის რაღაცნაირად ყური არ ეგდოთ და ზერელეთ შეეფასებინათ, თუ ზედაპირულად შეეფასებინათ, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა შესაძლოა მოსკოვის მექანიზმი ამუშავდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული არხები უკვე იქნა დასანქცირებული ბრიტანეთის მიერ. სწორედ იმიტომ, რომ ოცნება შესაძლოა ისეთ დანაშაულებებში აღმოჩნდეს ჩართული, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები დაუყენოს მათ სისტემურ ფუნქციონირებას, მათი სავაჭრო ბერკეტები ახლა არის შესუსტებული. ამიტომ უნდათ მათ რომ ახლა რაღაც ტიპის დიალოგი წამოიწყონ ვაშინგტონსა და ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში და ამიტომ არის რომ მათ ახლა შესაძლოა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით იმაზე სწრაფად მოუწიოთ ისეთ დათმობებზე წასვლა, როგორზეც თვითონ არ იყვნენ მზად და არ აპირებდნენ აქამდე არ განიხილავდნენ ამ ტიპის დათმობებს. აი ამ დიალოგის განახლების ალბათობაზე საუბრის კონტექსტში მოდით ერთ კითხვას ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზეც დაგისვამთ, რაც ამ დღეებში შეფასების საგანია. ფაშინიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ აი საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. თბილისში ბევრს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ერთგვარად სომხეთის პრემიერმა ბრიუსელში ის გზავნილი ჩაიტანა, რაც მას თბილისიდან გაატანეს ქართული ოცნების წარმომადგენლობა. რამდენად შეიძლება ეს იყოს ასე? ანუ რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებაში დახმარება და ერთგვარად შუამავლობა სწორედ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთს სთხოვა. მე ამ შეხვედრებს არ ვესწრებოდი, ამიტომ რთული სათქმელია, რამდენად ეს მედიაციის ფუნქცია იყო ამ შემთხვევაში. მე უფრო ვიტყოდი, რომ ფაშინიანის განცხადებები არის ძალიან პირდაპირ კონტექსტში მის პოლიტიკურ ამოცანებთან და მიზნებთან დღეს. სომხეთის ევროკავშირისკენ გზა პირდაპირ მნიშვნელობით გადის საქართველოს გარეშე
სომხეთი უხეშად რომ ვთქვათ, ან მისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები არის ჩიხში. იმიტომ რომ უახლოეს მომავალში საქართველოს გვერდის ავლით ეს ურთიერთობები ვერ წაიწევს ეფექტურად წინ. როგორ არა მიმდინარეობს ტრიპზე საუბარი, სადაც საქართველო ამოგდებულია ამ გეოგრაფიული კონტექსტიდან, სადაც ალტერნატიულ ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, მაგრამ დღეს მდგომარეობით და უახლოესი ბევრი წელი საქართველოს იგნორირება ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ არის, რატომაც დასავლეთი საქართველოსაც ებღაუჭება მათ შორის. ჩემი შეფასება და ჩემი შეგრძნება იყო, რომ პაშინიანმა ბრიუსელში გააჟღერა ის, რაც აქაც გააჟღერა, როდესაც აქ ვიზიტი იმყოფებოდა და ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, რომ ახლა დროა ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ, ან რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ სხვა დრო ამისთვის აღარ იარსებებს და რომ საქართველოს ასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა სომხეთის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამიტომ შესაძლოა აქედანაც გამოითქვა სურვილი, რომ იქნებ შეგვაწიო ხმა, რომ ცოტა უმობიერად მოვექცენო, მაგრამ ფაქტია, რომ პაშინიანის სტრატეგიულ ნიშნულობის საკითხია, რომ საქართველოსთან ახლა მოხდეს რაღაც ტიპის ურთიერთობები იმისთვის, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე არ შეექმნას პრობლემა. ხატონინო, დღეს პარასკევი, ამ დღეს ერთგვარად ვაჯამებთ ხოლმე კვირის მთავარ თემებს, ამიტომ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ, რაზეც სწორედ ამ კვირაში ვსაუბრობდით სტუმრებთან ერთად და ამჯერად გლობალური პოლიტიკური რაღაც პერიპეტიების კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საფრთხეები, ირანში საომარი მოქმედებები მოგეხსენებათ გრძელდება, ისე როგორც დაძაბული რჩება ვითარება მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ამ ფონზე კი მოხშირდა განცხადებები, რომ ესეთი სერიოზული საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს, ამ მოსალოდნელ რისკებს კი ჩვენი მთავრობა სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდება. ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებთ ახლა უკვე ამაზე გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, ჯერ ერთი რა საფრთხეები შეიძლება გვემუქრებოდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ რას უნდა აკეთებდეს ახლა საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ თუ კი მართლაც არსებობს რისკები, ამ რისკებს მომზადებული შეუქმნას. არა ვარ სამხედრო ექსპერტი და გამიჭირდება უშუალო საფრთხეების რა ვიცი არსებობის დადგენა ან შეფასება, თუმცა დღეის მდგომარეობით ზედაპირული ინფორმაციით, ღია წყაროებზე დაყრდნობით ამ საფრთხეების რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ იქ საომარი თუ სამხედრო მოქმედებები ხორციელდება ძალიან კონკრეტული დანიშნულებით და ძალიან კონკრეტული მიზანშეწონილობით, რომელიც ამ წუთას საქართველოსთან არ იკვეთება. არც ერთი მხრიდან, არც ერთი მონაწილე სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში გულისხმობ ისრაელს, ირანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ამის საფრთხე ჩემი დილეტანტური შეფასებით გაზვიადებული მგონია. ნებისმიერი ტიპის საფრთხის შემთხვევაში და ჩვენ რაღა ირანში მივდივართ, საფრთხე გვიდგას, აგერ ჩვენ ჩრდილოეთი მეზობლისგან ბევრი წელია ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, სამხედრო ბაზები არის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოდან 20 კილომეტრში მოშორებით, ან საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. ამ საქართველოს სისტემა პოლიტიკური, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით არანაირად ფორმაში არ არის, რომ რაიმე ტიპის სამხედრო გამოწვევას უპასუხოს დღეს. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც კი შეიძლება საქართველოსკენ მოედინებოდეს, ჩვენ არ გვაქვს სათანადო სადაზვერვო სამსახურები, რომელსაც ამის პრევენციული ინფორმაციის შეგროვება შეუძლია. ჩვენ არ გვყავს სპეცსამსახურები, რომელსაც ამაზე სათანადო რეაგირების მოხდენა შეუძლია. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ორგანოები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარიანები არიან და არც კომპეტენციის თვალსაზრისით და არც უფლებამოსილების თვალსაზრისით და ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც მიზან მიმართულად გამოიშიგნა ბოლო 14 წლის განმავლობაში ისე, რომ მას თავდაცვის უნარიანობა აღარ ქონდეს. ამიტომ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს საფრთხე, საქართველოს ამისთვის დღეს მზად არ არის. სუსში დაწყებულ გამოძიებაზეც ჩაგვიკითხებით და ამით დაგემშვიდობებით ირანიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საჯარო განცხადებების გამოიცით, რომ არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ანალიტიკოსმა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამოყო თავი ყველა შესაბამისი განცხადების ავტორი სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს, მათ შორის გუშინ გამოიკითხა მაგალითად გივით არგამაძე. ირანში საომარი მოქმედებების ფონზე სუსში გამოძიება არის დაწყებული. მაყურებლებს რომ გავახსენოთ სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის თულ საქმიანობაში დახმარებას. აი რას გეუბნებათ ეს მუხლი და რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს აი სუს მიმდინარე გამოძიებით. ჩემი ვარაუდია, რომ
მოცემულ ვითარებაში და მოცემულ გეოპოლიტიკურ სურათში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღეს მათ იმით, რომ ამერიკამ ახლა ირანთან ასეთი ღია დაპირისპირება გააჩაღა, მაშინ როდესაც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში გამიზნულად სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებდნენ ირანთან. აქამდე სხვა ტიპის საფრთხეებს ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ მოკავშირეებიც წნარად იყვნენ და მათ შეედა მხოლოდ განცხადებები შემოიფარგლებოდნენ. ახლა მათ პირდაპირ მათ შორის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებში პირდაპირ არის მითითებული და არა მხოლოდ იქ, არამედ მათ შორის რამდენადაც საჯარო ინფორმაციით იკვეთება ოცნების წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგის ფარგლებში ძალიან მკაცრად განემარტათ მათ, რომ ირანთან ურთიერთობებს ფუნდამენტურად უნდა გადახედოს საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ თუ მას რაიმე мотиваცია გააჩნია, რომ დასავლეთთან კომუნიკაცია შედგეს. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმა მიიღეს ირანი რუსეთის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში და დასავლეთის წინააღმდეგ ომში და ახლა უბრალოდ სავარაუდოდ ინდივიდუალურ საფრთხეს და გამოწვევად აღიქვავენ ამას და უნდათ რომ ამ თემაზე საუბარი არ მიდიოდეს და აკეთებენ იმ მეთოდით, როგორც აკეთებენ ყველაფერ დანარჩენს. ისინი ან იღებენ ახალ რეპრესიულ კანონებს, ან ამოქმედებენ ისეთ მუხლებს, რომლითაც უბრალოდ გააჩუმებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არავინ არ ილაპარაკოს პრობლემას. მადლობა ქავტონინოს თქვენისთვის აქტუალურ საკითხებზე თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვრჩით.